თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მტკიცებულებები გამოიკვლიეს. პროკურატურას ერთი მოწმე ჰყავდა წარდგენილი. პროცესი ესწრებოდა მიხეილ სააკაშვილით, რომელმაც სხდომაზე სიტყვით ისარგებლა. ის გუშინ ილია მეორის პანაშვიდზე დაწესებულ შეზღუდვებს გამოეხმაურა და ქართული ოცნების ლიდერების სამების საკათედრო ტაძარში ყოფნას ფარისევლების შემოსევა უწოდა. ისევე თქმით, პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ქართულ ეკლესიაში რუსი ეგზარქოსის დასმა მზადდება. ქართულ მიწას მიაბარეს ჩვენი სულიერ მამა, სულიერ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. ეს ის არის ჩვენი იდენტობის ნაწილი. ასევე იყო ჩემი მეგობარი. გუშინ იყო ფარისევლების შემოსევა მის გასვენებაში. ყველაზე მეტად ორი ადამიანი ეზიზღებოდა ივანიშვილს. ეს არის პატრიარქი და მე არაერთხელ მქონია მასთან პირადად საუბარი ამ თემაზე ივანიშვილთან, მე არ გამიცხი არსოს ყოველთვის იწყებდა და ამთავრებდა პატრიარქის გიდებით ლანძღვა და უშველი. უნდა გვესმოთ, რომ პატრიარქის ბოლო წლები ივანიშვილმა უქცია ბრძოლას. ჯერ იყო და აუგორეს სიანიდის სკანდალი, რომელიც სულთა სპეცოპერაცია ჩამოვიდა მილანოს რუსეთიდან და დაუნიშნა პირდაპირ მაყურებელი საპატრიარქოში, ისე რომ სხვა მეუფეებს არაფერი არ ეკითხეს, ჯეიმას კერცელის სკანდალი და აღმოჩნდა რომ პატრიარქს უსმენდნენ. მე მინდა უბრალოდ ხო რომ ესა წარმოუდგენელ რაღაცაზე. ჩვენ დროს სპეცსამსახურები ახლოსაც არ ეკარებოდნენ, უკიდურესად ხდებოდნენ ეკლესიის საკითხში. ეს არის სრულიად ხელშეუხებელი სფერო. ესენი უსმენდნენ თელი აზარტით და ძალიან აქტიურად. და პატრიარქი მოაქციეს აბსოლუტურად სრულ იზოლაციაში, მისი სახელით ჩადიოდნენ ნაცნობად მათ და რუსებს. ახლა როდესაც ივანიშვილი გათავისუფლდა პატრიარქს, ახლა ამ ეკლესიის ამ სპეცოპერაციის საბოლოო ეტაპი დგება და ეს საბოლოო ეტაპი არის ქართული ეკლესიის განადგურება, იმიტომ რომ ქართული ეკლესია არის საბოლოო საქართველოს იმუნიტეტის მნიშვნელოვანი ნაწილი. ივანიშვილის ნებისმიერი ინსტიტუტი არის მიუღებელია, მიუღებელია სახელმწიფო, მიუღებელია ეკლესია, არსებობს პუტინი და ის და მისი კერძო საფუძველი. და ახლა ვარ ამ საბოლოო სპეცოპერაციის მონეტარ პატრიარქს ამდენი ზარდმონა სადაც გააკეთეს. ეხლა უკვე სულში შექმნია შტაბი, შექმნილია პატრიარქის გარდაცვალება რუსეთში. მზადდება ეკლესიაში ნაბესპიკის ეგზარქოსის დასმა და შემდეგ ეკლესიის გარდაცვალება. მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე მომიტინგეთა მასობრივად დარბევას ტელეკომპანია იმედში შეჭრას და ბადრი პატრიკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333 მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და მას ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. ბრალი სასჯელის სახე და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.